ხედავთ ევროკავშირის მაგალითს, თუნდაც და ნატოს მაგალითს, თუმცა ევროკავშირზე ვისაუბრებ, უფრო მეც ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მასთან ინტეგრაცია უფრო რეალისტურად მიჩნეული არის. დღეს უფრო ახლოს ვართ კიდეც. მოდი მაშინ დავასრულოთ. ნატოს როგორც ალიანსში ჩვენ წევრობა, ეგ შემთხვევაში რეალური მოვლენაა თუ ფანტასტიკური? ფანტასტიკური მოვლენა ნამდვილად არ არის. რეალური მოვლენა არის, უბრალოდ გასავლელი არის რაღაც ეტაპები, ამიტომ დღეს უფრო რეალისტური, დღეს უფრო ახლოს ვართ. ნატოზეც გეკამათო მარტო ევროკავშირზე არ არის. არა, ნატოზეც, იმიტომ რომ ნატოში ინტეგრაციამაც ძალიან ბევრ ქვეყანას შეძინა, გასაგებია ყველანაირი არგუმენტი, გასაგებია ყველანაირი რაღაცა ჭმუნვა იმასთან დაკავშირებით, რომ აი ნატოს, თუმცა მე იმას მაინც არ ვეთანხმები ბოლომდე და საერთოდ არ ვეთანხმები, რომ აი რუსეთისთვის მაინც და მაინც ნატოა საჭირო საიმისოთ, რომ აი გაღიზიანდეს და შეიჭრას რაღაც ქვეყანაში, როგორც უკრაინაში და საქართველოს შემოჭრას, რაღაცნაირად ისინი აპრავებდნენ, ასე რომ ვთქვათ. ნუ აი ამ ჟარგონს გამოვიყენებ, რუსულ ჟარგონს გამოვიყენებ სამწუხაროდ, იმიტომ რომ 1993 წელი გვახსოვს ჩვენ. ნუ არ წავალ კიდევ უფრო შორ ისტორიაში. მან ერთ რაღაცას დავაზუსტებ, რომ იმის მიუხედავად ისტორიული ექსკურსი და რაღაცა ნატოზე გაირკვა, რომ უკრაინასაც ვერ იღებენ და ნუ ჩვენზეც ავტომატურად გაირკვა, იმიტომ რომ მთავარი ბენეფიციარი ვინც არის ნატოში, ამერიკის შეერთებული შტატები, იმათმა ცალსახად დააყენეს საკითხი ესე, ამერიკის პრეზიდენტის სიტყვებს ვციტირებ, რომ უკრაინის გაწევრიანება ნატოში ეგ იყო შტერული აზრი, მაგრამ ეგ სვადი რეალობაა, იმიტომ რომ 2 წელიწადში შეიძლება ეს ადმინისტრაცია საერთოდ არ იყოს და დემოკრატების ადმინისტრაცია იყოს და როგორც პრაგმატულად მოაზროვნა ქვეყანა, უნდა ვიფიქროთ იმათთან მიმართების პოლიტიკას. ტრამპი წავა და სხვანაირი ჭკუის ხალხი მოვა და მე სხვა რაღაცა იქნება, მან შეიძლება ზუსტად ეგეთივე კითხვა დაისვარს, რომ შეიძლება JD Vance-ი დარჩეს მერე და მან როგორი რამე ყველა ვარიანტის მზად უნდა ობიექტურად ეხა რა სამყაროში ჩვენ ვცხოვრობთ, ამ სამყაროხაც ცოტა შეიცვალა იმ წარმოდგენებიდან, რომელშიც დაუშვათ 2000-იანების დასაწყისში ვიყავით, ხო? ეხლა მოდი ეგ დავაფიქსიროთ, რომ ამ მომენტში აი ეს მთავარი, აი დასავლეთს რო ლაპარაკობთ, იქ ხო რაღაცა მონტენეგროს არ გულისხმობთ, არა? აი მთავარი ძალა დასავლეთში ვინც არის, ის ცალსახად აფიქსირებს, რომ ნატოში უკრაინის შეყვანა იყო შტერული გეგმა, მაგან დიდწილად გამოიწვია ეს ომი და ვინც ეუბნებოდა უკრაინელებს, რომ ნატოში შეგიყვანთ, იმათმა ეგ ხალხი დაღუპეს. ეხა ეგ როგორი თემაა, იცი? როდესაც ზუსტად იგივეს მაგალითად ჩვენ ვამბობდით, ხო? ჩვენ გვეძახდნენ რუსეთუმეებს, საქართველოს გამყიდველებს და რაღაცა. ეხლა გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მაგრამ ისევ და ისევ, უბრალოდ შეიძლება შეერთებული შტატების პრეზიდენტი. არა, ალტინფოს მესიჯზე არ ვიცი რამე. ანუ ეხლა ერთმა მხარემ დაასრულოს, მაყურებელმა რო გაიგოს. ხო, კი ბატონო. არა, მონოლოგის რეჟიმში ვარ გადავიდეს. ანუ შეტყობა ბევრი დრო წავიღე და არა, გასაგები რომ იყოს უბრალოდ ერთმა მხარემ დაასრულოს, თან ერთმა კონკრეტულმა მხარემ ილაპარაკოს და მერე დასოს მეორე კითხვა, იმიტომ რომ ორ ხმაში უკაცრავს. ანუ მე იმას ვაფიქსირებ, რომ შენ შეიძლება იფიქრო, რომ აი მერე ხა რაღაცა იქნება და ეგრე მერე რაღაცა იქნება, ბევრი სცენარების აწყობა შემიძლია, მე შეიძლება თქვა საერთოდ, რომ ჩინეთი გახდება მსოფლიო ჰეგემონი და რაღაცა, მაგრამ ეგ არის ჩვენი ვარაუდები და ეხლა ამ მომენტში ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ალტინფოს მესიჯ ბოქს იმეორებს. უბრალოდ ჩვენ მაგას რაღაც 5 წლის წინ ვამბობდით, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი მაგას იმეორებს. ამიტომ ნატოში რო ჩვენ ამ სამყაროში, ამ კონფიგურაციაში, რომელშიც ვართ, ვერ მოხვდებით, ეგ გაირკვა უკვე. გაირკვა ამერიკელებიდან, არა რუსეთიდან. იცი რა არის? ზუსტად ამიტომაც მე საუბრობ არა მხოლოდ ნატოზე, რახან ეს უფრო შორეულ პერსპექტივად ჩანს, თუმცა მე იმაში ვერ დაგეთანხმები ვერანაირად ნამდვილად, რომ აი რაღაცა იქნება, იმიტომ რომ აი 2 წელი ისეთი ვადა არის, რომ შეიძლება საერთოდ შეიცვალოს ისეთი ცვალებადი გეოპოლიტიკა არის და ისეთი ცვალებადი სიტუაცია არის მსოფლიოში, რომ შეიძლება საერთოდ ამოყირავდეს სურათი, ამიტომ ნატოს საკითხი ჩემთვის მაინც ღიად რჩება, მაგრამ არის ევროკავშირი, რომელიც შორის წინა პრეზიდენტიც ამბობდა, ანუ ბაიდენიც ამბობდა მაგას, რომ ნატოში უკრაინა მე ტრამპისგან მახსოვს ეგ, ნუ ბაიდენისგან ნამდვილად არ მახსოვს. ამას ვერ გეტყვი, თუმცა არის ევროკავშირი, რომელიც მათ შორის შეიძლება და ძალიან ხშირად დაგვინახია ეს, რომ შეიძლება იყოს ძალიან ბევრი ქვეყნისთვის არა მარტო უსაფრთხოების გარანტია,
არამედ არა მარტო ეკონომიკური უსაფრთხოების და ეკონომიკური სიძლიერის გარანტია, არამედ თავდაცვითი და რეალური, ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების გარანტიაც. და აქ არსებობს მაგალითები რეალურად, რომ ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში და აქამდე მივალ რეალურად ჩვენ ვიცით ძალიან კარგად და ამას აქვე ვიტყვი, რომ ხვალ და ზეგ შეიძლება ავხვდებით ევროკავშირის წევრობამდე, თუმცა ესეც არის გზა და ჩვენ მაგალითად წარმოგვიდგენია თუ როგორ მივდივართ ევროკავშირის წევრობამდე ამის შეთავაზებად საზოგადოებისთვის თუ როგორ არ უნდა ვიყოთ არა დღევანდელ სიტუაციაში, რომ აი აბსოლუტურად რაღაც მე ამას ძალიან დიდ ბოდიში ამ რაღაც ჟარგონისთვის, თუმცა ეს არის რაღაცა ჩმორული პოლიტიკა. აი ეგრე დაუძახებ მე თავდახრილი მშვიდობა და ჩვენ ყველანაირად ვემხრობით თავაწეულ მშვიდობას სამდეც მივდივართ. და ნუ საბოლოო თამაშის ბოლო ევროკავშირის ინტეგრაცია რატომ გონია რომ აბსოლუტურ რაღაცა მშვიდობას და გრძელვადიან მშვიდობას, რეალურ გრძელვადიან მშვიდობას უზრუნველყოფს და არა ამ მდგომარეობაში ყოფნა. არის ის რომ რა ვიცი ევროკავშირის არც ერთ ქვეყანაში არ ყოფილა ომი. ფინეთი მაგალითად საერთოდ არ იყო ნატოს წევრი ძალიან ბევრი წლის მანძილზე, რუსეთი ძალიან ბევრს ემუქრებოდა, მაგრამ ნუ ვერაფერს ვერ უბედავდა, იმიტომ რომ ეს რაღაცა თუნდაც ის რომ იქ არსებობს ნუ ჯერ არ გატესტილა ეგ, მაგრამ მუხლი ლისაბონის ხელშეკრულებაში რომ თავდაუსმელობა, ანუ რეალურად ყველა დაიცავს ერთ ქვეყანას თუ დაესხმებიან თავს, იქ რომ ეკონომიკური სიძლიერე, იქ რომ რაღაცა საინვესტიციო გარემოა, იქ რომ რაღაცა გარანტიები არსებობს. ეგ იცავს ევროკავშირის წევრ ქვეყანას რეალურად იმისგან რომ რუსეთი დაესხას თავზე. ნუ ბალტიის ქვეყნები ნატოს წევრებიც არიან, ევროკავშირის წევრებიც არიან და ეგეც ძალიან კარგი მაგალითი არის რეალურად. თუმცა სხვა ისტორიულ კონტექსტში მოხდა მათი გაწევრიანება და ამასაც ნათლად ვიტყვი. თუმცა ხო, საბოლოო ჯამში თამაშის ბოლო არის ეს და ეს ჩვენ გვჭირდება არა იმიტომ მხოლოდ რომ აი მოგწონს ევროკავშირის დროშა როგორი არის და უბრალოდ კარგი ცხოვრება გვინდა ჩვენ იქ და ეგეც ცალსახაა რომ კარგი ცხოვრებისთვის რა ვიცი მილიონზე მეტი ქართველი არის გასული დასავლეთით და ძალიან ბევრი 100,000-ობით კიდევ ევროკავშირში. კარგი ცხოვრება გვინდა, დაბალი ფასები გვინდა, მაღალი საშუალო ხელფასი გვინდა და რა ვიცი ოსაბჭოთა ქვეყნებს როცა უყურებ ევროკავშირის შესვლის მერე ახტა მათი ყველა ეს პარამეტრი რაღაცნაირად ანუ ევროზე გადასვლითაც, თუმცა იქ ზოგმა ეროვნული ვალუტაც დაიტოვა ახტა ყველა ეს პარამეტრი რეალურად და რაღაცა ძალიან დაბალიდან, ქართული დონის დაბალიდან ძალიან მაღალ დონეზე ავიდა, თუმცა ამის გარდა არის ის, რომ მშვიდობის შენარჩუნება არის ამგვარად შესაძლებელი, იმის გათვალისწინებითაც, რომ რუსეთს ძალიან ბევრი წელი არ ქონია ესეთი დათქმა, რომ ევროკავშირში არ შეხვიდეთ, იმის გათვალისწინებითაც, რომ გაწევრიანება შეიძლება დაჩქარდეს ახლა კანდიდატის სტატუსის მიღება დაჩქარდა, ეს არის საბოლოო რაღაცა თამაშის ბოლო და როგორ მივდივართ აქამდე, მაგაზეც აბსოლუტურად არ არის ის, რომ აი ოდესღაც ევროკავშირში შევალთ, ანუ მაგ პოლიტიკას არ ვიმხრობთ, ჩვენ მანამდეც ბევრი რაღაც უნდა გავაკეთოთ საიმისოთ, რომ ჩვენ უსაფრთხოება დავიცვათ. ხო დამირღვევია, თორე მე გაბრაზდება თათია, რომ დროს იმას არ ღვევ. კაი. ანუ შემიძლია ახლა ჩემის კაი. ნატოზე რო რაღაცა გავერკვიეთ, ეგ კარგია. ნატო მაინც ღიაა ჩემთვის, იმიტომ რომ ორ წელიწადში შეიძლება საერთოდ შეიცვალოს სიტუაცია. რა ვიცი ხა რუსეთში შეიძლება ძალიან შეიცვალოს. ეგ როგორ არ დაგეთანხმები შენ წინა როგორ ამეცი? რომ რუსეთი იგებს, მე მაგას არ ვეთანხმები არავითარ შემთხვევაში. მოდი ესეთ რაღაცა გავაკეთოთ რა. არის ვარაუდები, მე მესმის რომ შენ შეიძლება ეგეთი ვარაუდები გქონდეს, მაგრამ როგორც ამერიკის წინა პრეზიდენტის ისე ახლანდელი პრეზიდენტის განცხადებები უკრაინაზე რომ მოიყვანე ნატოსთან დაკავშირებით, ეგ ნათელი დემონსტრაციაა, რომ ამ სამყაროში არ ვიცი ხა ხვალეთ უცხო პლანეტელები ჩამოვიდნენ და galaktikul ფედერაციაში შეგვიყვანეს, არ ვიცი ხა ეგ მაგაზე ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ეხლა ამ სამყაროში რომელშიც ჩვენ ოპერირებთ, ძირითადი ძალები ესე ხედავენ, ეხლა გადავიდეთ ევროკავშირს. მოდი ევროკავშირზეც რაღაცები ჩამოვყალიბოთ რა. მაგალითად უკრაინაში 2014 წელს ინტერვენცია მოხდა ზუსტად ასე ვთქვათ, აქტივისტების მიერ იმაზე. ანუ უკრაინაში ინტერვენცია მოაწყეს ევროაქტივისტებმა, ანუ ესო დავასრულეთ. არა. თუ რუსეთმა. თუ დავასრულეთ. ხო, კი ბატონო, არა. უკრაინაში სამხედრო ინტერვენცია რუსეთის მხრიდან მოხდა ევროაქტივისტების მხრიდან ევრომაიდანის მოწყობის შემდეგ. ანუ მან შინაარსი იყო, რომ სავაჭრო შეთანხმების თემაში, ანუ ევროპის ასოცირებული წევრობა რაღაცებს ითხოვდა, მან რო გააჩერა მთავრობამ რაღაცები, იმიტომ რომ პარალელურად რუსეთშიც ჰქონდა ეგ შეთანხმება და ამათანაც და ორივესთან ერთდროულად ვერ გამოდიოდა. მაგას მოყვა ევრომაიდანი და ზუსტად მაგ ევროკავშირში ინტეგრაციის ფონზე მოხდა ყირიმის ანექსია. ზუსტად მაგ 2014 წელს მაგ ევროაქტივიზმის ფონზე მოხდა უკრაინაში დონბასის ნაწილის დაკავება და აქედან გამომდინარე საკითხის ისე დაყენება, რომ აი ევროკავშირის მიმართ დაუშვათ ნაკლები პრობლემებია, გააჩნია სად.
ანუ გეოგრაფიიდან და კონტექსტიდან გამომდინარე, მაგალითად შეიძლება რაღაცა ფინეთის მიმართებაში, ვერც ნატოს თემაში და ვერც ვერაფრის თემაში რუსეთმა ვერაფერი ვერ გააკეთოს, მაგრამ აგერ ახლა ჩვენ რეგიონში ჩვენ საქართველომაც და უკრაინამაც განსხვავებული სახელმწიფოა ქვეყანა. იმიტოა განსხვავებული, რომ ჩვენ ტერიტორიებს რუსეთი განიხილავს თავის ბუნებრივი გავლენის ზონად, იმიტომ რომ საბჭოთა ფინეთსაც განიხილავდა ძალიან იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ერთ სახელმწიფოს ფარგლებში ვიყავით. სწორი არგუმენტი, ფინეთსაც განიხილავდა. ფინეთი იყო ნეიტრალური. ბალტიის ქვეყნები შევიდნენ მაშინ როცა რუსეთის ინტერესი. ანუ დავასრულებ ხო? მე ხო გაგაცი. არა, კი ბატონო, კი ბატონო. ანუ ფინეთი და ბალტიის ქვეყნების თემა ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ, ბალტიის ქვეყნები შევიდა მაშინ როცა რუსეთი ჩამოშლილი იყო, ხო? ანუ ჩვენთან მიმართებაში, როგორც ჩვენ ისე უკრაინის მიმართებაში, მანდ არის კონტექსტი ის, რომ ეს არის ჩემი პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელზეც მე მაქვს გეოპოლიტიკური გავლენის პრეტენზია და აქედან გამომდინარე, თან ეს არის პირდაპირ გაცხადებული კი არა, რაღაცა ზურა მახარაძემ მოიგონა, ეს არის გაცხადებული დოქტრინა, რომლის გამოც ამბობდნენ, რომ მოგვეცით გარანტია, რომ მაგალითად უკრაინა არ შევა ნატოში, თორე დავიწყებთ ომს 2021 წელი, ამაზე მიდიოდა მოლაპარაკებები, მაგაზე უთხრეს, რომ არ იქნება ეგ გარანტია, ტიპები შევარდნენ უკრაინაში. მერე გავიდა რაღაცა ხანი ამ ომში და გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი და რაც იყო ულტიმატუმი 2021 წელს რომ დაგვიწერეთ რომ ნატოში არ გაეწევრიანდება უკრაინა, მაგაზე თქვა რომ კი ნატოში ვერ გაეწევრიანდება უკრაინა. მაგრამ ისევ რომ ევროკავშირს რო დავუბრუნდეთ რა. ჩვენ გვაქვს ეხა ობიექტური მოცემულობა, რომ აი ჩვენ რეგიონში ყავს აგრესიული მეზობელი, რომელიც ასეთ რაღაცეებზე ომებს იწყებს ხოლმე ჩვენთანაც, უკრაინასთან. ეს ხო ობიექტური მოცემულობა. ობიექტური რეალობა რუსეთი სულ იწყებს ამ ომს. რუსები ამ თემაზე ომებს იწყებენ. მოდი ახლა დაგიკონკრეტებ, რატო არის მნიშვნელოვანი, რომ ამ თემაზე იწყებენ. სანამ ეს თემა უკრაინაში აქტუალური არ იყო, რუსეთის ინტერვენცია არ იყო უკრაინაში, არც ყირიმის ანექსია იყო მომხდარი და არაფერი. სანამ უკრაინა რაღაცა ნეიტრალურ პოზიციას ერჩებოდა, აი რომ ამობენ, რომ რუსეთთან მოლაპარაკების დროს არც ერთი ქვეყანა ყველა გადაგდებულია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ყველაზე კაი მაგალითი, რომ რუსეთთან რაღაცა ფორმატში მოლაპარაკება შეიძლება და სანამ ეგ ფორმატი ნარჩუნდება, რუსეთები რაღაცა ფორმატის ფარგლებში ოპერირებენ, ეგ არის ზუსტად უკრაინა. იმიტომ რომ სანამ 2014 წლის მოვლენები არ მოხდა, მანამდე იმის მიუხედავად, რომ იქ სხვადასხვანაირი ხელისუფლებები იყო, მათ შორის ფერადი რევოლუცია მოხდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იქ სამხედრო ინტერვენცია არ განხორციელებიათ, განხორციელეს მაშინ, როცა მოხდა იქ აიდანი, როცა საკითხი ისე დადგა, რომ ეს ჩემი ყოფილი პოსტსაბჭოთა გავლენის ზონები ეხა გადადიან იმათი გავლენის ზონებში, მერე ამათმა დაიწყეს ომი. ესეც არის ობიექტური მოცემულობა. აქედან გამომდინარე, მე აქ იმის მტკიცება კი არა მაქვს, ხა რომელია კარგი, რომელია სამართლიანი, რომელი არის საქართველოსთვის რაღაცა საოცნებო და რაღაცა. მე ვამბობ, რომ ესეთი ქმედებები კონკრეტულად ჩვენი რეგიონისთვის, აი ჩვენს ნატოში გაწევრიანების გარანტიები რომ მოგვცეს 2008 წელს რამდენიმე თვეში შემოვარდნენ, უკრაინაშიც ევროინტეგრაციის ნაბიჯები რო გააკეთეს, რამდენიმე შემოვარდნენ და მაგან გამოიწვია თან კონკრეტული შედეგები მერე. ჩვენთანაც და უკრაინას შემთხვევაშიც ეგ პროცესები დასავლეთმა გააჩერა. ანუ ამათ თავისი აგრესიით მოახერხეს, რომ დასავლეთმა ეგ პროცესები გააჩერა. ამიტომ, როდესაც ვიღაცა საუბრობს, რომ აი მე ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება მინდა, მე მან დისკი არა მაქვს სადაო ეგ კარგია, ცუდია, შენ გიხარია, არ გიხარია. მე ვამბობ, რომ ჩვენ რეგიონში ეგ იწვევს აი ამ გეოპოლიტიკურ მოვლენებს. ანუ იმას კი არ იწვევს, რომ შენ გაიჩითე რაღაცა ბრუსელში, რაღაც იმის ჰოლანდიის გვერდზე, იწვევს იმას, რომ ხდება ინტერვენცია, ხდება ტერიტორიების დაკარგვა და ვერ შედიხარ ვერც ნატოში, ვერც ევროკავშირში. ორი შეკითხვა მაქვს ამასთან დაკავშირებით, აი რაც ახლა ძალიან ისე გამიჩნდა. რატომ განვიხილავთ ჩვენ იმას ისე, რომ რუსეთს მაინც და მაინც სჭირდება რაღაცა მიზეზია, წეგანადაც ვისაუბრე, რომ აი ეს ევროკავშირისკენ მიდის, ნატოსკენ მიდის და ისე არ იწყებს ამ ომებს და ამის ძალიან ბევრი მაგალითი ხომ გვაქვს ისტორიულად. თუნდაც 93 წელს საქართველოს
ჩვენი უდიდესი ტკივილი აფხაზეთი, რომელიც 93 წლიდან რაღაც დროებით დაკარგულია, დარწმუნებული ვარ, დავბრუნდებით ჩვენ იქ და დავბრუნდებით ისე, როგორც ჩვენ შეგვეფერება და რა თქმა უნდა, მშვიდობიანად შენარჩუნებით ამ ყველაფერს, თუმცა ამ გზით, თუმცა მაშინ საერთოდ არ ვისწრაფოდით ჩვენ ნატოსკენ, მაშინ საერთოდ არ იყო ევროკავშირი თემა, მაგრამ იქ კოზიროვს აქ თუ არ ვწდები, კოზირევს აქ რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს აღიარებული პირდაპირ, რომ გუდაუთის ბაზიდან ჩვენ ვაწვდით იარაღს აფხაზებს, თან მოგვაწერინეს ხელი ორჯერ სამშვიდობო შეთანხმებაზე და მაინც რუსები იყვნენ მხარე ხალხის სეპარატისტებს ეგ კარგია მაგაზე რომ თავხდებით. ხო და მაშინ საერთოდ არ იყო ნატო და ევროკავშირის თემა. კიდე უფრო უკან რო არ წავიდა ისტორიაში. რუსეთს სულ ჰქონდა ინტერვენციული მიზნები საქართველოს და არა მარტო საქართველოს მიმართებაში და სულ ახორციელებდა ამას. რუსეთისთვის იმასაც არ შეუშლია ხელი, დავასრულებ. იმასაც არ შეუშლია ხელი 94-ში ბუდაპეშტში რომ მოაწერეს ხელი რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს იძლეოდნენ და მაგ ეგეც კი, ანუ რუსეთი არ ქვეყანა პატრიოტული გამოსახედი არა ვიტყვი რა მოდი რაღაცა არა ამას დავამთავრებ რაღაცა მნიშვნელოვანი უნდა დავამატო ამას დავამთავრებ პატრიოტული გამოსახედიდან ის რომ მე რა თქმა უნდა რუსეთი არ უნდა მინდოდეს და არ მინდომება ეს არის ცალსახა იმიტომ რომ დღეს 8 წელი გავიდა სხვა შორის სტატუნაშვილის მკვლელობიდან ეგეთ ჩვენი ტკივილი არის რა ვიცი დღემდე გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ანწუხელიძის მკვლელები ანუ ყველაფერი ეს რაც უმნიშვნელოვანესია პირველ ეს რომ გადავდოთ ჩემი და შენი დიალოგი ხო არ წარმოებს იმაზე უნდა გვინდოდეს თუ არა არა მივდივარ მაგაზე არ წარმოებს არა მარტო პატრიოტული რაღაცეები თქვი რომელიც არ მინდა რომ დამეკარგოს მაგალითად არა ხო და ჩავამთავრებ ძალიან მალე პრაგმატულადაც მათ შორის და არა მარტო პატრიოტულად პრაგმატულადაც მე მარტო რომ დავრჩე და უარ ხელი ავიღო ჩემს ევროინტეგრაციას, ნატოში ინტეგრაციას, რომელიც საერთოდ შეიძლება არ იყოს სარჩული იმით, რომ რუსეთი შემოვიდეს, რუსეთი ნებისმიერ დროს შეიძლება შემოვიდეს და ამისთვის მე უნდა მქონდეს ძლიერი თავდაცვა, ამისთვის მე უნდა მქონდეს ძლიერი ეკონომიკური გარანტიები უნდა მქონდეს და ამაზეც ვისაუბრებთ, როგორ მივდივართ აქამდე ევროკავშირის წევრობის იქით, ანუ ამის გარდაც უნდა ვიმუშაოთ. ეს უნდა გქონდეს არა, ოცნება არ აკეთებს მაგას თორემ გეგმა არსებობს ძალიან ნათელი. უნდა გქონდეს მაგამდე მივა. დღევანდელს და ხვალინდელს ჩვენ ხო ვლაპარაკობთ. კითხვა ხომ დასვით. არა, კი ბატონო. პირველი კითხვა ხომ დასვით. მოდი პირველ კითხვაზე უპასუხოს, მე მეორე კითხვა დასვით. მეზეც უპასუხოს, მე მექნება ერთი დამაზუსტებელი კითხვა თქვენთვის. დროს რო პატივიცეთ. პირველი მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ჯერ კიდე არ ვლაპარაკობდით, რომ ნატოში და ევროკავშირში წევრიანდებოდით. მანდა ძალიან კონკრეტული რაღაცა მოხდა. თან აი ყველა ვინც მაგ პროცესში მონაწილეობდა და დამეთანხმება, რომ ეგ კონტექსტი იყო. ანუ რუსები ჩვენგან ითხოვდნენ დსთ-ში გაწევრიანებას. მაგაზე აქედან წავიდა უარი. ტიპებმა აგვიფეთქეს ორი რეგიონი, დავკარგეთ ეგ ორი რეგიონი და გავწევრიანდით დსთ-ში. აი ეგ არის პოლიტიკური მოკლე შინაარსი, რაც მოხდა მაშინ საქართველოში. ანუ რაღაცა და თავდახრამდე მიგვიყვანა მაგან, თავდახრა პოლიტიკამდე მიგვიყვანა, რამაც ვერაფერი ვერ მოგვაგებია. ანუ ვერაფერი ვერ მოგვაგებია იმან, რომ მაშინ არ დავთანხმდით, ტერიტორიები დავკარგეთ და მე მაინც ძალით დაგვათანხმებიეს. ანუ რაღაცა მომენტში, როცა შენ ხედავ, რომ რესურსი, პოლიტიკური მხარდაჭერა და ზურგი არ აგაქვს და გიწევს, გინდა არ გინდა. მაგალითად რაღაცა ორგანიზაციაში შესვლა, რომელიც ფარატინა ქაღალდად დარჩა, აი დსთ-ს რა შინაარსი ჰქონდა, ხო არაფერი. მაგრამ მაინც მან შეგვათრიეს და ფაქტობრივად მოხდა იგივე, ოღონდ ჩვენთვის უფრო ზიანით. ეგ ერთი. მეორე, ძალიან კარგია რომ შენ ახსენე ის უსაფრთხოების გარანტიები, რაც უკრაინას მიცეს, როცა ბირთვული იარაღი ჩააბარა. იმიტომ რომ მან რუსეთმა კი არ მოაწერა მარტო ხელი, მან მოაწერა ხელი ამერიკის შეერთებულ შტატებმა და ბრიტანეთმა და რაც დაიცვეს სხვათა შორის. რა დაიცვეს? არა, ამერიკის სამხედრო მაგრამ რუსეთი ხო ნატოს ეომებიო მე. შენ ხო არ არა, მესმის. უსაფრთხოების გარანტიები იგულისხმება, რომ შენ თუ ვინმე თავს დაგესხება, მე შენ გვერდით ვიომებ. ეგ არის უსაფრთხოების გარანტიები. მე მოყიდი იაფად მაგარი იარაღი მაქვს და აგერ იაფად გაგიძრობთ, მაო, ეგ არ არის სამხედრო მოკავშირე. მოკავშირე არის, რომელიც აი შენ თუ ვინმე თავს დაგესხა და ნატოშიც ვიცი რომ მაგიტო გინდა და ეგ არის შენი ლოგიკა, რომ საქართველოს რო ვინმე თავს დაესხას, ჩვენ გვერდით ამერიკა და ევროპა იომებს. უკრაინის შემთხვევაში ეგ ეგრე არ მოხდა. არც ამერიკის შეერთებულ შტატებს, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და არც დიდ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ ომი არ გამოუცხადებია, იმიტომ რომ აგერ ბუდაპეშტის ხელშეკრულება და ვალდებულება გვაქვს, რომ უკრაინის ტერიტორიის სუვერენიტეტი დაიცვათ. ეხლა არის თავარი, რაც მე ვთქვი, ნახე. ეს უნდა იყოს გავიგე.
მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რა არის. არის ეგეთი მოცემულობა რა. რეალურად არ არის არც ერთი საერთაშორისო მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც საკითხს აყენებს ისე, რომ საქართველოზე თავდასხმა არის მასზე თავდასხმა. თან მნიშვნელოვანია, რომ მან ის კი არ არის, რომ აი ეს ხელისუფლება ესეთია, ის ხელისუფლება ესეთია, აი ამ ხელისუფლების დროსაც, წინა ხელისუფლების დროსაც და იმის წინა ხელისუფლების დროსაც, აი ეგ ხაზი, რომ კი რაღაცა კაი ხალხი ხარ თქვენ ევროინტეგრაცია, მაგრამ აი თქვენზე შეტევა, ჩვენზე შეტევა და თქვენ გვერდით ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მაგათ ომებში ვიბრძოლეთ, ჩვენ მისიებში ვაგზავნეთ ხალხი დაგვეღუპა ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, ანუ ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი კონტინგენტი ყავდა ჩვენ პატარა საქართველოს, ხო? მაგრამ ისინი ეგრე არ უდგებიან, რომ თქვენი ომი ჩვენი ომია. ამიტომ შეიძლება შენ გინდა რომ ეგრე იყოს, მაგრამ ობიექტური რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ არავინ საქართველოს გამო რუსეთთან ომს არაპირებს. საქართველოს გამო კი არა, უკრაინის გამო არავინ რუსეთთან ომს არაპირებს. ეგ არის უბრალოდ ობიექტური მოცემულობა. მე იმიტომ ვისწრაფვი ზუსტად ევროპული ინტეგრაციისკენ, რომ ეგ რეალობა შეიცვალოს და მანამდე ოღონდ ჯერჯერობით ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა იწევს არა ევროპაში ინტეგრაციას, არამედ ომს. ანუ მე რაც ჩამოთვალე საქართველოს და უკრაინის მაგალითები პრაქტიკაში მაგან გამოიწვია საომარი კონფლიქტები ისე რომ ევროპაში ვერ მოხდა. ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი. დღევანდელ დღესაც, ანუ ობიექტური რეალობიდან ეს არ არის, ანუ მე არ მინდა რომ ის წარმოჩნდეს, რომ ეს არის მხოლოდ ჩემი სურვილი, რასაც მე ვლაპარაკობ. დღევანდელ დღესაც რეალურად გვაქვს აბსოლუტურად სხვა რეალობა, სხვა რაღაცა კონტექსტი და ამ კონტექსტში ვაუხსნი. არა, უფრო უარესი, მე ვერ ვიტყოდი რომ ჩვენც უფრო უარესი. რუსეთი დღეს ეს ეხა ცალსახა არის დაკავებული უკრაინაში ომით. რომელიც თვითონ წამოიწყო, თვითონ აიხირა, თვითონ შეიჭრა, ამაზე მე მგონი თანხმდებით და ზელენსკი იყო ზუსტად ის პრეზიდენტი, რომელიც მშვიდობას იძახდა ძალიან ხშირად და არ იყო მილიტარისტი დიდად და მაინც შეიჭრნენ. ოღონდ არ გაატარა ეგ პოლიტიკა, მაგრამ მაგაში არა, ნუ მაინც შეიჭრნენ, ახლა მისი რიტორიკა ეს იყო. ზელენსკი მოვიდა რუსეთთან დალაგების მესიჯ-ბოქსით, მაგრამ დალაგების მხრივ მაგას არ გავდაუდგია ნაბიჯები. ანუ რუსეთსაც არ გადაუდგია ნაბიჯები. გავიგე, ანუ რუსეთის შინაარსი გასაგებია, კაცო, რუსეთი აგრესიული ძალით მიდის იქამდე, რომ თავისი ყოფილი გავლენის ზონები დაიჭიროს გავლენის ქვეშ. ეგ არის რუსეთის სამოქმედო გეგმა. მაგრამ უკრაინის მხრიდან ის მომენტი, რომ რუსეთი რო ითხოვდა 2021 წელს, რომ მოგვეცით წერილობითი გარანტია, რომ უკრაინა არ შევა ნატოში და არ შემოვიჭრებით, ან თუ მაგ გარანტიას არ გვაძლევთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს და უკრაინას მიმართა და ერთი წელი მიდიოდა მაგაზე დავა. მაგაზე ხელმოწერა არ მოხდა, მოხდა შეჭრა, გრძელდება მეოთხე წელია მე მგონი, ხო, ომი და de facto, აი როგორც რაც ჩვენ დაგვემართა DST-ში გაწევრიანებაზე, რომ აი რის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, მე მაინც იგივე შეგვეტენა, აქაც იგივე შედეგები დგება, რომ საბოლოო ჯამში ამერიკელები ამბობენ, რომ არ იქნება ეგ ხალხი ნატოში. ანუ 2021 წელს რო ამერიკის პრეზიდენტს ეთქვა იგივე სიტყვები და მოეწერა ხელი, რასაც ეხლა ამბობს, უკრაინაში ცხელი ფაზა სამხედრო კონფლიქტის დიდი ალბათობით აცილებული იქნებოდა თავიდან. იმიტომ რომ 2014-დან 2021 წამდე კი იქ გაყინული კონფლიქტი იყო, მაგრამ ცხელი ფაზა არ იყო. და მაგას ვამბობ მე, ობიექტური რეალობიდან ვილაპარაკობ. გერმანიის კანცლერმა გასცა ეგეთი პასუხი, რომ 2027 წელს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების თემა არათუ შეიძლება რომ ფინალიზებული იქნოს, მანდ დაწყებულიც არ გვექნება პროცესიო და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემა ეხლა ისეთივე გაყინულია რეალურად. როგორც არის გაყინული ნატოში გაწევრიანების თემა, იმიტომ რომ ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები და მან კონსენსუსი უნდა იყოს. ცალსახად აფიქსირებენ, უნგრეთი იქნება, სლოვაკეთი იქნება, რომ არა, არ იქნება ეგ ხალხი ევროკავშირის წევრი.